ახალი მოადგილეები წარადგინა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიას პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი იქნება. ის საერთაშორისო ურთიერთობების სამხედრო სამსახურში გაწვევის და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი. მინისტრის მოადგილეა შოთა მურღულიაც, რომელიც სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრში მუშაობდა, ის საბიუჯეტო საკითხებს გაუწევს კურირებას. უახლოეს დღეებში მინისტრი კიდევ ერთ მოადგილეს დაასახლებს, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმუშავებს. მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო. ბევრი შრომა და კვლევა გაკეთებული რეგიონული განვითარების საკითხებზე, ამიტომაც ის და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება სწორედ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხი, ხოლო რაც შეეხება მინისტრის მოადგილეს, ეს იქნება ბატონი შოთა მურღულია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება სამინისტროს ბიუჯეტი და ხარჯვით კომპონენტებზე მუშაობა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ესეც დაკავშირებულია რეგიონულ განვითარებას, ამას ასতে ერთბაშად მოწყვეტა შეუძლებელი, ამიტომ მიუხედავად იმისა, ის სად იქნება რომელ სტრუქტურაში, ყველა ვარიანტში ის თემები, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივ გზებთან, დაკავშირებულია წყალმომარაგების, ყარილარჩენების თემებთან, გარკვეულ კავშირში იქნება ამ თვითმმართველობის რეფორმების პროცესთან. ჩვენი მიზანია ის პროექტები, რაც დაწყებულია და რა დროებიც არის განსაზღვრული, ამ დროებში დასრულდეს. აქ საუბარია ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თუმცა არის რამოდენიმე პროექტი ხა ლაზიკასთან და ამ შემდეგ, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოითხოვს.